წარმოგიდგენთ სტუმარს, ჩვენი სტუმარი გახლავთ ფოტოგრაფი რამაზ ნაცვლიშვილი, ხელოვანი, რომელიც წლების განმავლობაში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პირადი ფოტოგრაფი იყო და მან არაერთი ისტორიული კადრი აღბეჭდა. სტუმარი, რა თქმა უნდა, ბევრ საინტერესო რამეს გაიხსენებს ამ ურთიერთობებიდან. ბატონ რამაზ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ, კეთილი იყო ჩემი ფეხი ამ ტელევიზიაში. უნდა გითხრათ, რომ შემოვედი თუ არა, ჩემი გადაღებული კადრი დამხვდა იქ და ეს კარგის ნიშანია, რა თქმა უნდა, პატრიარქი რომ პატრიარქის ფოტო, დიახ. მინდა მოგისამძიმროთ, უპირველესად. და როგორც შესავალში ვთქვით, თქვენ არაერთი ისტორიული კადრი გაქვთ აღბეჭდილი მისი უწმინდესობისა ფოტოზე და ვიცით ისიც, რომ თქვენ ხართ ავტორი პორტრეტებისა, რომელიც ეკუთვნით არა მხოლოდ ქართველ ცნობილ ადამიანებს, არამედ არაერთ გამოჩენილ უცხოელ მოღვაწესაც, როგორც ვთქვათ, ხელოვანს ან სხვა დარგის მოღვაწეს. თუმცა ბუნებრივია, რომ პატრიარქთან თქვენი ურთიერთობა და ეს საქმიანობა, ამ მიმართულებით თქვენი საქმიანობა იქნებოდა გამორჩეული. როგორ დაუკავშირდით მის უწმინდესობას და როგორ დაიწყო ეს შემოქმედებითი კავშირი უკვე უწმინდესთან? სრულიად საქართველოს უსამძიმრებ ამ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც თავს დაგავაწყდა, შეიძლება ასე ითქვას. სანამ მაგას გეტყოდით, მე გეტყვით, რომ აი ყველა იმ პორტრეტს შორის, რომელიც მე მაქვს გადაღებული, როგორც ქართველების, ისე არა ქართველების, ასეთი პორტრეტი მე არ მაქვს არც ერთი. და ახლოსაც ვერ მივა ვერც ერთი ამასთან, იმიტომ რომ ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ მოკლედ როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ესე იგი, ეს არის სადღაც 98 წელი დაახლოებით. როდესაც ანუ თქვენ ვისაც ამ პერიოდში ტაძარში დადიოდა და საეკლესიო მაღაზიაში შედიოდა, იქ ნახავდა ხატებს, რომელიც იყიდებოდა. ეს იყო ბულგარული ფირმა იყო, რომელიც ბეჭდავდა ამ ხატებს პოლიგრაფიულად და ის შემოდიოდა და აქ იყიდებოდა. ერთი პრობლემა ჰქონდა ამ ხატებს, რომ ქართულ წმინდანებს ჰქონდათ სლავური გამომეტყველება. ანუ დავით აღმაშენებელს, ქეთევან წამებულის თავარ მეფეს ჰქონდათ სლავური გამომეტყველება. ხო ხვდებით როგორ რაღაცაა. ეხლა ეს სლავების წინააღმდეგი არა ვარ, არც ერთი წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იდენტობისთვის რა თქმა უნდა, და ქართულ წმინდას ქართული გამომეტყველება. პატრიარქს ეთქვა, რომ კაცო, ამდენი ძალიან ლამაზი და ისეთი ძვირფასი ხატი გვაქვს ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანი ხატი გვაქვს ქართულ ტაძრებში და აი სიონის ეკლესიაში რამდენი კარგი ხატია და მოდი ვნახოთ ვინმე ფოტოგრაფი, რომელიც ამის რეპროდუქციას გააკეთებს ამ ხატების და შემდეგ დავბეჭდოთ ეს პოლიგრაფიულად და დავიწყოთ აი ამ ჩანაცვლება ამ სოფრინოს ხატების ტაძრებში და მაღაზიებში და ეს დაევალა დედა ბარბარეს, რომელიც გახლავთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, რა ვიცი, ასეთი ქალბატონი იშვიათია. სიონის მე გახლავთ და იმ დროს იყო კათოლიკოს პატრიარქის პირისფარეში. ჩვენი ძვირფასი დედა ბარბარე და დედა ბარბარე დაიწყო მოძიება და მოვიდნენ ჩემამდე და მე აღმოჩნდი სიონის ეკლესიაში. ნახე ყველაფერი, შევთანხმდით როგორ გადავიღებდი რანაირად როდის და აი გავაკეთეთ რაღაც საცდელი გადაღება, მოეწონათ და შემდეგ უკვე დავიწყეთ აი ამ ხატების გადაღება. და როდესაც ესე იგი ჩვენ ხატებს ვიღებდით უკვე როდესაც მსახურება მთავრდებოდა, ლოცვა მთავრდებოდა, იმიტომ რომ ეკლესია რო იკეტებოდა, იმიტომ რომ კიოტი უნდა გაგვეხსნა. ხო, კიოტი უნდა გაგვეხსნა იქ ხატი ისე და ბევრი ისეთ ტექნიკური ის იყოს, რა ქვია, შრომა ჩასატარებელი და ამიტომ იქ რომ მიდიოდი ხოლმე ველოდებოდი და რო ველოდებოდი ლოცვასაც ვესწრებოდი ხოლმე და ლოცვას რო ვესწრებოდი პატრიარქის ლოცვაზე დასწრება ეს არის ძალიან დიდი მადლი მე ასე ვიტყვი. ეს იმდენად დიდი, აი მე ვფიქრობ რომ ყველა იმ მორწმუნესთვის რომელიც ერთხელ მაინც კი ყოფილა პატრიარქის ლოცვაზე, ხო? რა ვიცი, ეს არის წარუშლება. არასოდეს აცდენდა პატრიარქი თან ლოცვას და წირვას არის. სანამ შეეძლო და თვითონ ფიზიკურად. კი ბატონო. და მოკლედ ლოცვას რო ვესწრებოდი, მე კაცო, ახლა ფოტოგრაფი ვარ და გადავიღე რამოდენიმე კადრი, რო გადავიღე რამოდენიმე კადრი, დავბეჭდე დედა ბარბარეს აჩვენე, დედა ბარბარემ წაუღო პატრიარქს და პატრიარქს მოეწონა და თქვა რომ აი ეს ბიჭი კარგიაო, ეს კარგად იღებს ეს ბიჭიო, ის ხატებიც კარგიაო და ავიყვანოთო, გადაიღოს ხოლმეო ფოტოებიო და აი ასე აღმოჩნდი პატრიარქთან. და ეს არის ფოტო, რომელიც კადრში გვაქვს 2004 წელს, სამების კურთხევის დღეს გადაღებული, ხო? საოცარი ფოტოა მართლა. იცით როგორ რაღაცა, ესე იგი სამება პატრიარქისთვის იყო აი როგორ გითხრათ, იცით აი რაღაცა, აი როგორც ბავშვური სიხარულით ხარობდა ხოლმე იქ რომ მივიდოდით ხოლმე რა. ჯერ აშენებული ცარ იყო, დამთავრებული ცარ იყო, აი მხოლოდ კედლები იყო, მაინც მიდიოდით იქ და რა ქვია, წირვას ატარებდა იქ, ლოცვას ატარებდა ხოლმე და
აქ კადრიც გამოჩნდება ალბათ რომ ესე იგი ერთხელ საოცარი ფოტოა ერთხელ ზამთარი არც იყო გასული ციოდა ძალიან ციოდა და გადაწყვიტა რომ იქ ლოცვა ჩაეტარებინა და წავედით რა თქმა უნდა და ესე იგი საკურთხეველში მაგს ფოტო გადაღებული ალბათ გვაჩვენებენ მე აგურის კედლებია ჯერ გალესილიც არ არის და იქ ელექტროგამოთმობელი იდგა იქ და იქ დგას და ესე იგი რა ქვია იქ აქვს მზერა მიპყრობილი და ამ მზერაში ჩანს რომ ანუ ეს ტაძარი მისთვის არის აი რაღაცა აი ის ადგილი სადაც მას ყველაზე ძალიან აი ესეთ სიამოვნება კი არა აი როგორ გითხრათ აი რაღაცა მადლი აქვს რა და ეს სიხარულია სწორედ აი წინა ფოტოზე რაც ნახეთ კაცი აღმოჩნდილი ბატონ რამაზ ეს არის პირველი ოფიციალური ფოტო რომელიც თქვენ გადაიღეთ კი ბატონო როდესაც ესე იგი დედა ბარბარე მითხრა რომ უკვე შენ პატრიარქის ოფიციალურად ფოტოგრაფი ხარ ახლა ტაჯიკი და წავედი მიდივართ მცხეთაში იმიტომ რომ ალექსანდრიის და სრულიად ეგვიპტის პატრიარქი პედროს მეშვიდე იყო ჩამომზადებული არაჩვეულებრივი ადამიანი ეს მინდა გითხრათ რომ პატრიარქს ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი ძალიან დიდი ავტორიტეტი არა მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებში და ქრისტიანულ რელიგიებში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში. აი, მინდა გითხრათ, რომ აი ისეთი ადამიანები ჩამოდიოდნენ. პრობლემები შეექმნებოდათ იქ თავიანთ ქვეყანაში და ჩამოდიოდნენ პატრიარქთან და თხოვდნენ, რომ აი რაღაც დაგვეხმარა და პატრიარქიც რა თქმა უნდა. ყველას ეხმარებოდა, აბსოლუტურად ყველას ეხმარებოდა. იყო საბერძნეთის არქიეპისკოპოსი ხრისტოდულოსი და იმას შეექმნა იქ პრობლემა. ჩამოვიდა დაახლოებით 25-30 კაციანი დელეგაციით ჩამოაბრძანა იონე ნათლისმცემლის თავის ქალა. ერთი კვირა აქ ამ წმინდა ნაწილს მოატარეს მთელი საქართველო. აი ეს კადრი. მოატარეს მთელი საქართველო. აი ესე იგი რა ქვია, დიდი სიყვარულით მიიღო პატრიარქმა. ძალიან დიდი სიყვარული და მე იქითაც ჩააკითხა. და ყველანაირი მხარდაჭერა გამოუცხადა. ანუ ეს წარმოუდგენელი რამ იყო. აზერბაიჯანის მუფტი მის იუბილეზე გამოვიდა და თქვა რომ მე ასეთი ძმა დედამიწაზე არ მყავსო რა. აი ეს პატრიარქი ახლა ემთხვევა. თუ შეიძლება ხო აი ისტორიებით რომ მოყვეთ ფოტოებისა რომელიც კაცში გამოგიჩნდება. მაშინ იყო დაბრძანებული იონე ნათლისმცემლის თავის ქალა და აი იქ პატრიარქი იამბორება. ეს სხვათა შორის იყო სამების ეკლესიაში დაბრძანებული. ჯერ კიდე არ იყო დასრულებული. ხო ხვდებით როგორი რაღაცა. აი ეს უკვე გამოსათხოვარი პარადის არის, რა ქვია, ლოცვა არის სვეტიცხოვლის ტაძარში. დიახ. ბატონ რამაზ ასევე მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ თქვენ ბრძანდებით ავტორი იმ ფოტოზე, რომელიც ამ დღების განმავლობაში ბილბორდებზე იყო აღბეჭდილი და მთელს ქვეყანაში გავრცელდა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე იყო გამოფენილი, რომელიც გადაიღეთ 2005 წლის 14 მაისს. თამარობას წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს. როგორია ამ ფოტოს ისტორია? ესე იგი, იცით სიონის ტაძარშია ესეც გადაღებული მქონია ამ შემთხვევაში. უყურეთ როგორ რაღაცა ზოგადად სასულიერო პირების და ასეთი ცერემონია, ის რა ქვია, წირვის ან ასეთი რაღაც გადაღება თავის სპეციფიკას მოითხოვს რა. ის განსხვავდება დაუშვათ სხვა ღონისძიებების გადაღებისაგან, იმიტომ რომ იქ შენ ფოტოგრაფი არავინ არ ახარ. იქ ადამიანები მოსული არიან, რომ იქ წირვა აღევლინება, ეს რიტუალია ისეთი, რომ შენ იქ არც ხმაურის უფლება გაქვს, არც ზედმეტად მოძრაობის უფლება არ აქვს და ამიტომ უნდა შეხვიდე იქ ამოიჩიო წერტილი, რომელსაც დადგები და იქ ისე უნდა იყოს ჩუმად ისე უნდა გააკეთო, რომ ახელი არ შეუშალო ადამიანებს, იქ ისინი ძალიან სულიერი მისიით არიან მოსულები. და მოკლედ პატრიარქს ჰქონდა ასეთი ჩვეულება, სიონის ეკლესია ხო ძალიან უყვარდა იქ წირვას ხო თქვენს თქვით და რა თქმა უნდა არც დენდა არც ერთ წირვას და ესე იგი რო დაასრულებდა ხოლმე საღამოს ლოცვას ხო გამოვიდოდა ამბიონზე გადაწერდა პირჯვარს მრევლს შემდეგ წამოვიდოდა და რო შედიხართ ხელ მარჯვნივ არის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და ამ ხატის წინ დადგაჩერდებოდა ჩუმად გულში ლოცვას აღავლენ და პირჯვარს გადაეწერა და შემდეგ გამოდიოდა იქ რა ქვია ხელდასხმას აკეთებდა და გამოდიოდა გარეთ მოკლედ აი რა ვიცი რამდენი ხანი ვიღებდი ხო აი 2000-დან დავიწყე და ეხლა 2005 წელია ხო ხვდებით არასოდეს აი ამ წერტილში სადაც გადავიღე რა ვერ მოხვდი რა არც მომედა უცბად არ ვიცი რანაირად მე წინასწარ განზრახულად თუ არა წინასწარ განზრახულად რატოღაც აღმოჩნდი ზუსტად იმ წერტილში საიდანაც ეს კადრი გავაკეთე და ზოგადად ფოტოგრაფიული წესია როცა ასეთ პორტრეტს იღებ 3-4 კადრი უნდა გადაიღო მიყოლებით რომ დაუშვათ იქ რაღაცა თვალი არ დაიხუჭოს ან ხო რომ მე ერთ-ერთი კარგი გამოვა
მინდა გითხრათ ერთადერთი კადრი გადავიღე ეს. მეტი ვერ მოასწარით თუ არა, მეტი არც იყო საჭირო. არ იყო საჭირო, იმდენად კარგი. არა, რო გადავიღე, ეხლა იცით როგორ რაღაცა. თქვენ რომ ამას უყურებს ფოტოგრაფი, ერთი არ ლოცველის სულისკვეთება სხვა არის. შენ აქ ის ლოცვაც გესმის ყურში. და საერთოდ გათიშული გაქვს ყველა რა ქვია გზნობათა ორგანო, მხოლოდ რა ვიცი, რა ხმაჩა გესმის არ ვიცი და შენ თავს აღარ იკუთვნი იქ. ესე არ არის რომ იქ შენ აკონტროლებ რაღაცას. იქ იმდენ ხელა ძალისხმევა გჭირდება რომ აი ის რასაც ხედავ, აი ამ სასწაულს. ეხლა ეს მაგალითად ეს პატრიარქის ლოცვის მომენტი, ну არ ვიცი, აი ასეთი შთამბეჭდავი რა ვიცი. ამ ფოტოზეა ხო საუბარი, უბრალოდ რაც გავრცელდა იქ ფონი არის შეცვლილი. ფონია შეცვლილი, დიახ, უბრალოდ შავი ფონი გამოიყენეს. ნახე, იცით როგორ რაღაცა ეს ჩემთვის ხო გეუბნებით, ასეთი პორტრეტი მე არ გამიკეთები, არ ვიცი. საოცარი პორტრეტი. ყველა ადამიანს, ვისაც პორტრეტის გაკეთებული, იქ რა თქმა უნდა, წინასწარ ხდება გასაუბრება რაღაცა, აბა ურთიერთობაში შესვლა რაღაცა, იქ ხუმრობები რაღაცები, რომ ეს აქ ეს არაფერი მსგავსი არ ყოფილა რა. ხო ხდებით როგორ რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ აქ ეს მარტო მხოლოდ ჩემი შემოქმედება არ არის რა. ცხადია, დიახ. აქ უფლის გარდა პატრიარქის დიდი მადლიც არის, გეტყვით, რატო ისი, იმიტომ რომ ეს იმდენად ადრე ვთქვი და გავიმეორებ, რომ იმდენად ფოტოგენური ადამიანი იყო, ოღონდ ფოტოგენური არატრადიციული გაგებით. არამედ აი სულიერი, დიახ, იმიტომ რომ ჩემამდეც ძალიან ბევრ ფოტოგრაფს აქვს გადაღებული პატრიარქი და ჩემს მერე ძალიან ბევრ ფოტოგრაფს და ძალიან კარგ ფოტოგრაფებს და სასწაული კადრებია ყველა, ხო? აქ რაღაცა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ხვდებით როგორ რაღაცა. ამიტომ აი მე ვთვლი რომ ის თვითონ შიგნ იმხელა შინაგანი ბუნება ჰქონდა და ისეთი სიღრმე ჰქონდა ამ რა ქვია სულიერი და იმხელა სამყაროს აღქმის შემეცნების იმხელა დიაპაზონი ჰქონდა რომ სხვანაირად შენ აი სურო არაფერი გწოდნოდა და ხელი დაგეჭირა მაინც გამოვიდოდა შეიძლება ასე ფიგურალურად ანუ თვითონ პატრიარქი გეხმარებოდა და მისი მადლმოსილება ბატონ რამაზ აი ფოტოებიც გადის ჩვენი საუბრის პარალელურად კადრში და ალბათ გამოჩნდება ის ფოტოც რომელიც მონსერატ კაბალიასთან ერთად გადაუღეთ მის უწმინდესობას ასევე ქალბატონ ანა კალანდაძესთან გვაქვს ეს ფოტოები აი ანა კალანდაძესთან ესე იგი ნახეთ როგორ რაღაცა ეს არის ოქტომბერში 3 ოქტომბერს გადაღებული 2006-ის და 2007-ის თებერვალში ანა კალანდაძე გარდაიცვალა. სპეციალურად მოიწვია პატრიარქმა ანა თავისთან, ესე იგი და მეც სპეციალურად დამიძახეს რომ ეს იქ მოეფერა აჩუქა რაღაცეები და მინდა გითხრათ რომ ესე იგი პატრიარქს ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი რომ აი მოეფერებოდა ყველა ხელოვანს, მეცნიერს და სამების ეკლესიაში მან სპეციალურად გააკეთა ასეთი საცხოვრებელი, სადაც ეუნეოდა რომ წადი იქ იცხოვრე ჭამას მოუფასოა ერთი პირა ბატონი გურამ დოჩენაშვილი იქ ცხოვრობდა კი ბატონო რეზო ჩხეიძე შენ ხარ ჩემი ბატონი და აი მაშა თაბუკაშვილი კი ბატონო თუ წერა გინდა დაწერე თუ ხატვა გინდა დახატე აი იქ იყავი და შენთვის იყავი არავინ არაფერზე არ იფიქრო აი ილოცე და შენს თავში იყავი და გააკეთე რაც გინდა და აი ასე მოეფერა ანას და რაღაცნაირად აი ხო გეუნებით აი შემდეგი წლის თებერვალში ანა გარდაიცვალა ასეთი მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად შეიძლება წინათგრძნობას ჰქონდა ასეთი და გადაწყვიტა რომ რაღაცნაირად აი გამოსამშვიდობებელი ხო თან პლუს კიდევ მე ფოტო გადრო გადავიღე პორტრეტი გავაკეთე ის პორტრეტი ახლა ყველგან კიდია ანა კალანდაძის ნუ აი ხა ეს მონსერატ კაბალია რომელიც სულ ტიროდა უწმინდესთან შეხვედრის სანამ მონსერატ კაბალია ჩამოვიდოდა საქართველოში პატრიარქს ძალიან უყვარდა მისი შემოქმედება ხშირად უსმენდა ხოლმე მის სიმღერებს ძალიან ხშირად უსმენდა ხოლმე და ნუ როგორც ჩანს მონსერატიც აღფრთოვანებული იყო ამ ადამიანის ეხლა როდესაც სადაც რომის პაპი ჩამოვიდა და მე უფლიშვილი ვიხილეო თქვა ეხლა ხო ხვდებით რომ ეხლა თან ძალიან სულიერი შინაგანი ის ჰქონდა მონსერატს და რო შემობძანდა ხო ველოდებოდით იქ რა ქვია საპატრიარქოს დიდ დარბაზში რო შემობძანდა რო დაინახა პატრიარქი და რო მოკიდა ხელი და რო დაიწყო ტირილი ესე იგი ახელი არ გაუშვია პატრიარქის წამოვიყვა და პატრიარქმა რაღაცები დააჩუქა და დაასაჩუქრა რაღაცები დააჯდნენ სკამზე ხო ასე ხელი ეკავა და მეორე რა ქვია ეს ცრემლებს იწმენდა არ შეუშლია და ერთადერთი რაც გააკეთა როდის გაჩუმდა როდესაც სიმონ ჯანგულაშვილის გუნდმა დაიწყო სიმღერა გაოგნდა თვალი მივიდა ასე შეხედა და აყვა ამ სიმღერას აი ნახეთ აი საოცარი კადრია კი გააგიჟდა ნუ აი ხო ხდები და ეხლა იცით ისე თქვა მინდა კიდე ეს არ არის მოსაყოლა თვითქოს ადვილია მაგრამ იმ მომენტში იქ რო ხარ
ეს იცით როგორი ემოციურია და ამ დროს აი შეჩერებული წამი ამ დროს შენ უცბად მოახერხო რომ აი ეს ფოტო გადაიღო, იმიტომ რომ აქ შენ თვითონაც ისა გაქვს, რა ქვია, რაღაცა შოკი გაქვს რა, ეს ზეგავლენის ქვეშ ხარ ამ ემოციებს. თუმცა ეს საოცარი წამები შეაჩერეთ და ისტორია იცით როგორ რაღაცა მე ვამბობ ხოლმე ასეთ რამეს და რა ვიცი, ჩემი აზრია რომ ესე იგი ხელოვნება, მეტად რა კიდე ფოტოგრაფია, ეს არის სულის მეცნიერება, ასე ვთქვათ რა. და ის აკეთებს აი იმ მომენტის, იმ ადამიანის, იმ გარემოს სულის აღბეჭდვას და ნახეთ ეხლა კადრი ნებისმიერ ფოტოს რო თქვენ უყუროთ, ხო? ის არც იწება და არც მთავრდება. ის სულ მარადიულობაში არის. ხვდებით როგორ რაღაცა. ამით გავს ის სულიერ სამყაროს. ხვდებით როგორ რაღაცაა და აი ეხლა ეს ერთ-ერთი პირველი კადრებია, იცით და მე კიდე მაინტერესებდა თავდაპირველად რომ თვალი ხო სულის სარკია და სულ ყოველთვის ვთქვი რომ ახლო კადრი პატრიარქის თვალები გადამეღო და ნუ მე ეს მანამდე და მე უკვე როდესაც ოფიციალურად დავიწყე ასე ვთქვათ ფოტოგრაფობა მე რა თქმა უნდა მივხვდი რომ მარტო თვალები არა იქ მას პანაღია აქ ის ანუ ეს რეგალია უნდა ჩანდეს ხო უნდა ჩანდეს იმიტომ რომ კი რაღაც პროტოკოლი არსებობს ამისი და ნუ მოკლედ აი ეს მომენტი ბატონო რამაზ ერთი რამ უთხრათ მაყურებელს რაც შეიძლება არც იცის ბევრმა რომ პატრიარქი თავად ბრძანდებოდა ფოტოგრაფიით გატაცებული კი ბატონო ესე იგი რო ვიწყებდი დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით და პატრიარქთან რა ქვია ფოტოგრაფად მუშაობას იქ მითხრეს რომ ეხლა შენ ყურადღებით იყავი იმიტომ რომ პატრიარქი როდესაც სტუდენტი იყო სემინარიის სასულიერო სემინარიის ის სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით სანამ სასულიერო პირი გახდებოდა ჯერ კიდევ კი იმიტომ რომ იქ კამერაც ჰქონდა ფოტოაპარატიც ჰქონდა ფირებსაც ამჟღავნებდა ფოტოებსაც ბეჭდავდა რომ ჩამოდიოდა ხოლმე დაგვაყენებდა ასეო ფოტოებს გადაგვიღებდა ხოლმე და მე ფოტოებს გვიბეჭდავდა ხოლმე ეხლა ხო ხვდებით როგორ რაღაცაა ეს ადამიანი არა მხოლოდ სულიერ სამყაროში ასეთი ძალიან დიდი ბუნების ადამიანი იყო მე ამასინა თქვი და კიდევ გავიმეორებ რა მე ბედნიერი ადამიანი ვარ რომ ვესწრებოდი აი იმ მოვლენას თუ დედამიწაზე როგორ ცხოვრობს სიყვარული და იცით როგორ რაღაცა ყველაფრის აი როგორ გითხრათ სიღრმეში შედიოდა მას არ ჭირდებოდა აი თქმა მესად უნდა გავჩერდე როგორ უნდა გავჩერდე იმიტომ რომ ის ჩემი ფოტოებით ხვდებოდა რომ ეს სწორად მუშაობს ეხლა შეიძლება ხმამაღლად გამომდის ამის თქმა მაგრამ შენიშვნა არ მოუციათ რომ იცი აი იქ არ შეხვიდე აქ არ შემოხვიდე პირიქით დამიძახებდნენ ხოლმე რომ აი მე საკურთხეველში შემოდი რაღაცაა გადასაღები ეს ნიშნავს რომ მოსწონდათ თქვენი შემოქმედება ამისთვის რა თქმა უნდა ღმერთს დიდი მადლობა და რა ვიცი თუ მე შევძელი რომ პატარა რაღაც ჩემი რაღაც აი ეს ნამდვილად შეძელით მადლი რომელიც ჩემზე გადმოვიდა პატარა რაღაც აი ეს ჩემი წვლილი ჩემიდან ნამდვილად შეძელით და დიდი მადლობა თქვენ ამ საოცარი ფოტოებისთვის ამ შეჩერებული წამებისთვის რომელიც ისტორიას დარჩება მადლობა თქვენ რომ შანსი მიეცით ადამიანებს რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად კიდევ უფრო ახლობელი გახდეს ხო ხვდებით როგორ რაღაცაა მე თვითონ თავიდან იწყებთ პატრიარქის გაცნობას ეს დღე ერთ რამესაც დავამატებ როდესაც სასულიერო პირს იღებ ხო ის არ არის ის არ ცხოვრობს შენი ყოფითი ცხოვრებით იმას სხვა ცხოვრების წესი აქვს და სხვა ცხოვრების ნირი აქვს და შენ უნდა შეეცადო რომ აი იმის სულიდან გამომავალი სინათლის თუნდაც ერთ პატარა სხივს რაღაცას მოეჭიდო თუ სარკმელთან მიხვიდე გადაიხედო შეიძლება თლად ის სინათლის წყარო ვერ დაინახო, მაგრამ ერთ სხივს მაინც უნდა მოეჭიდო, რომ რაღაცნაირად იმისი აი ეს მთელი დიდბუნეუნება რაღაცას იმდენი სხივი ქონდა, რომ კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩანს და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ისტორიული კადრებისთვის. ფოტოგრაფი რამაზ ნაცვლიშვილი საუბრობდა სტუდიაში.